თუ ჩანთის დამზადებას აპირებთ, მასალის სწორად არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩანთის საბოლოო შედეგს სწორად არჩეული მასალა განსაზღვრავს. ამ ვიდეოში მე სწორედ მასალებზე გესაუბრებით. ბაზარზე ძირითადად 3 კატეგორიის მასალას ნახავთ. ეს არის ბროლის, იგივე კრისტალის მძივები, მარგალიტის მძივები და აკრილის მძივები. მე შევეცდები თითოეული მათგანი განვიხილო. ბროლის მძივები დამზადებულია შუშის მასალისგან. არის როგორც გამჭვირვალე, ასევე მუქი ფერის მასალები. ისინი განსაკუთრებულად ბრჭყვიალა, მაგრამ შედარებით მძიმე მასალებია. ბროლი საოცრად ირეკლავს მზის სხივს და მისგან დამზადებული ჩანთა როგორც საღამოს, ასევე დღის განმავლობაშიც საოცრად ბრჭყვიალებს. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ბროლზე მუშაობა ძალიან რთულია, ის აზიანებს თითებს და ქსოვისას შესაძლოა ძაფის გადაჭრას. რთული სამუშაოს მიუხედავად, ბროლი განსაკუთრებულად ლამაზი დიზაინის ჩანთებსა და ზარდახშებს გვაძლევს, ამიტომ მე ძალიან მიყვარს მისი გამოყენება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბროლი თუ რაიმე ზეგავლენისგან არ დაიმსხვრა, მისგან დამზადებული ნამუშევრები წლებს გაუძლებს. სხვა მასალებთან შედარებით მისი ღირებულებაც მაღალია, თუმცა ნამდვილად მაღალი ხარისხის და მაღალი დონის შედეგს იძლევა. ბროლისგან განსხვავებით, მსუბუქი, მაგრამ ბრჭყვიალა მასალა აკრილისგან გამოდის. აკრილის თვლები ძალიან მსუბუქია და თან კარგი ჭრილი აქვთ და დამწყებთათვის და არა მარტო დამწყებთათვის ძალიან კარგი სამუშაოა. აი ასეთი ლამაზი ნამუშევრები გამოდის აკრილის თვლებით. ბროლისგან განსხვავებით ისინი ძალიან მსუბუქია, თუმცა ბროლს მაინც სხვა ხარისხი აქვს. ბროლისა და აკრილის გარდა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური მარგალიტის თვლები. მაგრამ კარგი ხარისხის ხელოვნური მარგალიტის არჩევა საკმაოდ რთულია. აკრილისა და ბროლისგან განსხვავებით, მარგალიტით დამზადებული ნამუშევრები განსაკუთრებულად ელეგანტური და დახვეწილი გამოდის. მაგრამ თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელია. ასევე საკმაოდ საფრთხილო სამუშაოა, რადგან ხელოვნური მარგალიტი არ უნდა დაიკაწროს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასალის კარგად არჩევა. დააკვირდით მარგალიტების არჩევისას, როგორ მარგალიტს შეიძენთ. მარგალიტით ძალიან მსუბუქი და რბილი ნაქსოვი გამოდის და მე განსაკუთრებულად მიყვარს მარგალიტზე მუშაობა. ბაზარზე ასევე მსგავსი ტიპის მაყულის ფორმის და ასევე ცრემლის ფორმის მარგალიტებიც შეგხვდებათ. შეიძლება მაყულის ფორმის მარგალიტები მსგავსად დაშლილი იყოს, თუმცა ადვილად იწყობა. ხოლო ცრემლის ტიპის მარგალიტები ძალიან მოსაფრთხილებელია და მუშაობისას შეიძლება დაიკაწროს კიდეც. დაიმახსოვრეთ, მასალები ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ, რადგან მასალები არ არის დეკორაცია, ის ყველაფრის საფუძველია.